Სამთავრობო ორგანიზაციები ბიზნეს სექტორს პროტესტისკენ და აქციის მონაწილეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი ინფორმაციით 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ. 200-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მსხვილი ბიზნესის ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს. მესამე სექტორმა ასევე ისაუბრა იმ კომპანიებზე და ბიზნესმენებზე, რომლებიც ქართული ოცნების შემომწირველები არიან. მათი ინფორმაციით 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართულ ოცნებას ოფიციალურად 16 მილიონ ლარამდე შესწირა 510 ადამიანმა, რომლებიც დაკავშირებული არიან 2000-ზე მეტ კომპანიასთან. მესამე სექტორმა მათი ფოტოებიც წარადგინა. რამოდენიმე მსხვილმა ბიზნესმენმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ ახალი არჩევნების ჩატარებას, თუმცა ამ ფონზე მაინც რჩება ბევრი ბიზნესმენი, რომელიც დუმს, ან შეიძლება დღემდე ისე უფრო ქართულ ოცნების მხარდაჭერ განცხადებებს აკეთებს, რადგან საპარლამენტო არჩევნები იყო, ქართულ ოცნებას 17 მილიონ ლარამდე შეწირა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა. აქ იყო დაახლოებით 500-მდე ადამიანი, რომლებიც ჯამში ფლობენ 2000-მდე კომპანიას. რეალურად დღეს ზღვარი პარტიასა და ბიზნესს შორის არის წაშლილი დიდწილად. ხო სად მთავრდება პოლიტიკოსი და სად იწყება ბიზნესმენი ხშირად გაურკვეველი არის და ეს ძალიან კარგად ჩანს აი ამ ციფრებში და აი ამ კავშირებში. საბედნიეროდ არსებობს ბიზნესის ნაწილი, რომელიც არის კეთილსინდისელი და ბოლო მოვლენების განმავლობაში მათ გამოთქვეს დაგმეს ძალადობა. ეს არ არის საკმარისი, რადგან მხოლოდ ძალადობის დაგმობა არ არის ვერ იქნება საკმარისი, რომ სიტუაცია შეიცვალოს.